ალეკო ელისაშვილს დღეს ბრალი ოფიციალურად წარადგინება. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ახლა დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ადვოკატი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებისგან ის საქმის მასალების გადაცემას ამ დრომდე ელოდება. ელისაშვილი ჩადენილ ქმედებას ადასტურებს. ადვოკატი კი განმარტავს, რომ მოტივი სასამართლოს მიმართ პროტესტის გამოხატვა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლელოს ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვას სცადა, რა დროსაც მანდატურების სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიიღო. დაზიანებები აქვს თავად ელისაშვილსაც. პირდაპირ ეთერში ახლა მაკალაშხია ჩაგვერთვება, რომელიც დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფება. მაკა, გისმენთ. ალეკო ელისაშვილი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება ბრალის წარდგენას, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე საათში მოხდება. ამის შემდეგ კი უკვე ჩაინიშნება სასამართლოს ხდომა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ადვოკატის ინფორმაციით მას საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადმოცემია, შესაბამისად ჯერ უცნობია თუ რა დევს ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალებში. რაც შეეხება დაკავებულის პოზიციას, ადვოკატის ალეკო ელისაშვილი ჩადენილ ფაქტს აღიარებს და ამბობს, რომ ეს იყო მის მიმართ გამოხატული პროტესტი, რომელიც გამოხატა სასამართლოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, 29 ნოემბერს გამთენიისას ლელოს ლიდერმა ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობა, რა დროსაც შეაღწია შიგნით მოაცხა ბენზინი, იქ არსებულ ნივთებს, ტექნიკას და სადაც ცეცხლის წაკიდება, რა დროსაც ის შეამჩნიეს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლება და მოახდინეს მისი შეჩერება. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ალეკო ელისაშვილი მათ შეჩერებას ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას მანდატურებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამასთან დაკავშირად, როსაც აქვე გეტყვით, რომ მიიღო დაზიანება მანდატურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ასევე დაზიანებები მიიღო თავად ალეკო ელისაშვილმაც. ამასთან დაკავშირებით ადვოკატის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს აქვს პოზიცია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია და ის კადრები, რაც გავრცელებულია უწყების მიერ ცეცხლსასროლი იარაღი მაშინ დავარდა, როდესაც ალეკო ელისაშვილის დაკავებას ცდილობდნენ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვიმყოფებით ახლა დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ველოდებით უფლებადამცველის მოსვლას, რა დროსაც ის შევა და უკვე დაიწყება ოფიციალურად ბრალის წარდგენის პროცედურა. აქცენტს განმავლობაში არ მეძლეოდა საშუალება, რომ შეხვედრილი და გავსაუბრებოდე. ხო, არის ძიმით ნაცემი, აქვს დაზიანებები სახის არეში. ხო, რეალურად პოზიცია ვიცი, მე საჯაროდაც გამოვიტანე მისი ასე ვთქვათ სიტყვები, რომ ეს ქმედება იყო მიმართული იმის მიმართ, რომ გამოიხატა შესაბამისი პროტესტი და პროცესის გამოხატვის გააზრებული ფორმა იყო მისი მხრიდან. რომ სულთა კითხოს, რომ არ არის ეს სასამართლო დასაწყელი, ამის სასამართლო და ცეცხლი ოლიგარქია, ცეცხლი უსამართლო სასამართლოს. ამ ეს იყო მისი პროტესტი და პროტესტის გამოხატვის ფორმა. დღეს ველოდები მე, რომ პროკურატურის წარმომადგენლები და გამომცემელი შევა და წარადგენს ბრალს და გაგვაცნობს ბრალის დადგენილებას, მეც დავესწრები და რა თქმა უნდა მასალებსაც გავეცნობი ამის შემდგომ. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს ერთი მუხლით 19,187 მუხლით, რაც ხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მცდელობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ბრალი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოძიება უკვე სხვა მუხლებიდანაც დაიწყოს. ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ოფიციალურად ბრალი წარედგინება ალეკო ელისაშვილს და უკვე გვეცოდინება მეტი ინფორმაცია რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რას ედავებიან ალეკო ელისაშვილს. მადლობა, მაკა. მაკალაშხია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.